ძალა ჩვენს შიგნით. მოგესალმებით. დღეს ვისაუბროთ იმ უცნაურ ცვლილებებზე, რასაც ვამჩნევთ ჩვენს ირგვლივ, ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ ვამჩნევთ, რომ ჩვენს ირგვლივ რაღაც ყველაფერი სხვანაირია. გრძნობთ, რომ ჩვენს შიგნით რაღაც იცვლება. ვეცდებით ჩამოვაყალიბოთ თუ რა ხდება და როგორ. სულიერი გამოღვიძება. ეს ყველაზე დიდი პროცესია, რაც ჩვენ შეგვიძლია განვიცადოთ. ეს არის გზა ტრანსფორმაციისკენ, რომელიც სრულიად ცვლის ჩვენს შეხედულებებს სამყაროზე. მთავარი წერტილი ამ გზაზე, რომელიც ხანდახან გვეშლება და გონია, რომ ეს დასასრულია და ახლა ზუსტად ამაზე ვისაუბრებთ, როცა სულიერი გამოღვიძება იწყება, როცა განვიცით განსაკუთრებულ პროცესებს და სად მთავრდება ეს. ჩვენ ხშირად გვეჩვენება ეს ყველაფერი საშიშად და გაურკვევლად. მათში არის ღრმა აზრი, თითქოს სამყარო გადააწყობს ყველაფერს ახალი ეტაპისთვის. ვისაუბროთ იმ თავარზე, რასაც ჩვენი სულიერი გამოღვიძება მიჰყავს დასასრულისკენ. ეს გამოვლინება ხდება მაშინ, როცა ჩვენი ცნობიერი მზადაა გააკეთოს კვანტური ნახტომი ევოლუციისკენ. ზოგი გამოვლინება შეიძლება ახლა მოხდეს აქ, ამ წამს, როცა ვსაუბრობთ, თითეული ჩვენთაგანისთვის შეიძლება ეს მოხდეს. ეს არ არის უბრალოდ თეორია და შეხედულებები, ეს სულიერი ჭეშმარიტებაა, რომელიც გამოვლინდა ათასობით ადამიანში, რომელთაც გაიარეს ეს ტრანსფორმაცია. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ვემზადებით ჩვენი სულიერების გზისთვის, რაღაც უფრო დიდისთვის და ღრმისთვის, ვიდრე ვგრძნობდით მანამდე. ყველა ამ გამოვლინებას აქვს ღვთიური მიზანი, რომლის მიზეზს გავიგებთ მაშინ, როცა სრულ სურათს დავინახავთ. სულიერი ცოდნა ეს არის ის, რაც უნდა გავაზიაროთ. უნდა გავაზიაროთ ეს გამოღვიძება, მხოლოდ ჩვენ არ გევეკუთვნის ეს ყველაფერი. თუ ჩვენ გავიღვიძეთ, უნდა გავაზიაროთ ჩვენი გამოღვიძება, ვაჩვენოთ რა და როგორ ხდება, თუმცა არავის არაფერს არ ვაძალებთ. ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი. ზოგი უფრო ადრე გადის, ზოგი უფრო გვიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეზე ნაკლები ან მეტია. არა, არანაირად. ეს უბრალოდ გზაა ასეთი, რომელიც უნდა მივიღოთ. ის როგორც თავისთავადი. და ზუსტად ამ მიმღებლობის დროს სხვებიც უფრო იღვიძებენ და ჩვენც უფრო ვიზრდებით. ხდება ისე, რომ დაგვეწევიან ან გაგვასწრებენ. ეს კარგია, ძალიან კარგია, იმიტომ რომ ესეც შესაძლებლობას გვაძლევს უფრო გავიზარდოთ. და უნდა გავაზიაროთ, იმიტომ რომ ადამიანები ეძებენ პასუხებს და უბრალოდ არ გვაქვს უფლება არ გავაზიაროთ. დიდი შესავალი კი გამომივიდა, მაგრამ დავიწყოთ. ერთ-ერთი ნიშანი გამოღვიძების. გავიხსენოთ, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ყველგან გვხვდებოდა ერთნაირი ციფრები. იყო ბევრი დამთხევა, ნათელი სიზმრები. თითქოს სამყარო გვიყვიროდა, რაღაცას გვანიშნებდა. მერე ეს ჩაწყნარდა. და დაგვიწყო ესეთი შეკითხვები ჩვენს თავთან, ხომ არ დავკარგეთ სულიერების გზა? სინამდვილეში პირიქით ხდება. ეს გავს იმას, როცა ჩვენ ვსწავლობთ ველოსიპედის ტარებას. თავიდან გვჭირდება დამატებითი ბორბლები. ვინმე უნდა დაგვეხმაროს, რამდენჯერმე დავეცეთ, წამოვდგეთ, დავეცეთ, ისევ წამოვდგეთ. როცა ვისწავლით, მერე ბორბლებიც ნაკლები გვჭირდება და ყველაფერი გამოდის ბუნებრივად. და თუ ახლა ვიმყოფებით სიჩუმეში, რომელიც სიცარიელე გონია, ვიცოდეთ, რომ ყველაფერი რიგზეა. ჩვენ ვიმყოფებით უფრო ღრმა, გააზრებულ გულწრფელ კავშირში სამყაროსთან. სამყაროს აღარ სჭირდება ყვირილი, რომ ჩვენის დავინახოთ, უკვე ჩურჩულით საკმარისია. ახლა ვისაუბროთ, რას გვგრძნობთ ფიზიკურ სხეულში. შევამჩნევდით, ალბათ, რომ ჩვენი სხეული იცვლება. ხან სავსე ვართ ენერგიით, ხან ძლივს დგებით საწოლიდან. ეს ნორმალურია, მოცემულ ეტაპზე. სხეულიც გადის სულიერ წმენდას. აი, როგორც დიდი ხნის დასალარგებელი კარა და ძველი ნივთები გადასარჩევია, თავიდან ყველაფერი ირევა, ხდება ქაოსი. უნდა გაარკვიო, სად რა უნდა დადო, რომელი უნდა გადადო, რომელი უნდა გადაყარო, რომელი უნდა
დაიტოვო. ზუსტად ეგრე ხდება ჩვენ სხეულში. ზოგჯერ სულ გვეძინება. ზოგჯერ ისე ფხიზლად ვართ, მთელი ღამე არ გვძინავს. ან შუა ღამეზე გვეღვიძება და დაღლილობას აღარ გვძნობთ. შეგვიძლია შევუდგეთ საქმეს, ისეთ ენერგიაზე ვართ. ეს ჩვენი სხეული ეჩვევა ახალ ენერგიებს. ჩვენი შინაგანი დრო ადაპტირდება ახალ სულიერების გზაზე. ისე ძალიან ბევრი მაქვს დაწერილი, όμως გავყოფ ვიდეოს, ვეცდები მალევე ჩავწერო სხვა ვიდეო. გაგრძელება უფრო სწორედ რა სხვა ვიდეო. მადლობა.